de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 234 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშამ შულდაძესთან. ახალი ამბები გვაქვს ფალსიფიცირებული პროდუქციის მოყვარულთათვის. გორის ალკოჰოლური სასმელების და გლდანის რაფაელოს შემდეგ სხვა ყალბი პროდუქციაც გამოჩნდა. დააკავეს ადამიანი, რომელიც ფალსიფიცირებულ თევზის კონსერვს აწარმოებდა. თან მალულად კი არა. ყველაფერი ქონდა აწყობილი აშკარად. ფალსიფიცირებული პროდუქცია რო გაქვს, როგორ იქცევი, ხო? ცდილობ რომ ნერვად ჩუმჩუმად გაყიდო, ხო? ამან არა. ამან დაარსა შპს ბატონო. სხვათა შორის უნდა შევაქო კრეატიულობისთვის. პირველად ნახე შპს წოდებით ბრუნვაში. რა თუ იცით სხვა შპსები, რომლებიც ბრუნვაშია, დაგვიწერეთ კომენტარებში. მოკლედ ამ შპს ბატონოს ხელმძღვანელმა ტენდერში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და არც მეტი, არც ნაკლები შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ამარაგებდა. 380,000 ლარად 24,000 კილოგრამი რაღაც მიაწოდა ამ უწყებებს. რაღაც, იმიტომ რომ ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კონსერვი არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტებს და უარგისია მოხმარებისთვის. რაღაცის ფალსიფიკაციას რო აკეთებ, ცოტა ხო უნდა მიამსგავსო არა. მაგალითად, კანდელაკის ჩივასი მაგის დედა ჩვეულებრივად ისმეოდა. ცოტა ჟღანავდაო ეხა ამბობენ, მაგრამ დალევდი რა. აქ კიდე რა იყო თევზის ნაცვლად არ ვიცით, რადგან ექსპერტიზის ჩატარებაც ვერ მოხერხდა. პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ანუ მარტო ის ადამიანები კი არ იყვნენ საფრთხეში, ვინც შეჭამდა, ექსპერტის საფრთხეში იყო, ვინც მერე გამოიძიებდა. ურანის ხო არ იყო ეს. მაგრამ ურანს ვინ ჩაგიდებს კონსერვში, მილიონები ხის, რამე საშინელება იქნება. კიდევ ერთი ამბავი გვაქვს ფალსიფიცირებული პროდუქციის მოყვარულთათვის. თუ გინდათ რომ ესეთი ამბები გამოიზოგოთ, აქ ცოტა გადაახვიეთ და ხვალ უყურეთ მეგობრებო. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა. ცნობილ გამოთქმაში ცვლილებაა. არ გინდოდათ რძედაყველი. ახლა ჭამეთ ფალსიფიცირებული რძედაყველი. ბოლნისში რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. არალეგალური საწარმო იყო ბაღდადშიც და სენაკშიც. საინტერესოა სენაკის არალეგალური საწარმოს სახელიც. ასე ქვია, შპს თეთრი დათვი. ხოდა აი ეს კრეატივი თეთრი ალბათ რძის პონჩი დაარქვეს. დათვია. ასეა თუ ისე ბევრი არალეგალური პროდუქცია დაგროვდა ქოცების პერიოდში და რა მგონი მარტო კვერცხია სანდო. მოუმატეთ ეგ სამი თეთრი მაგის დედაცვა. ოღონ ნაღდი იყოს. ნაღდი კვერცხი იყოს, ნაღდი ქათმის დადებული. მეტი მოთხოვნა არ გვაქვს. ჯუანშე ბურჭულაძის, ღარიბაშვილის და ლილუაშვილის დაკავების შემდეგ ყველა საინტერესებს ვინ იქნება შემდეგი. მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არ ვიცი. გადავიდეთ შემდეგ ამბებს. საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სუში დაიბარეს.
მასთან ერთად იყვნენ გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები. დაკითხვის შემდეგ ლევანმა განმარტა მისი სუში გამოკითხვის მიზეზი. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ განიხილეს საქართველოს გავლით ევროპის გაზმომარაგების საკითხები. მოგვიანებით სუში განმარტეს, რომ ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, რომ რაღაც საკითხები განეხილათ. ესერნენ ისინი ცოტა. კაც ყვილის თქმა არ შეარგეს. ხო ხედავთ რაღაცას ალაგებს, დააცადეთ რა. ლევანმა მეორე დღესვე დაგაზა ქვეყნიდან. თუმცა გითხრა, რომ 2 დღით შეხვედრაზე არის წასული და კიდევ უწევს რამდენიმე ვიზიტი. კაი ბატონო. კარგი ლევან, აბა თქვენ იცით, წარმატებები, ჩამოხვალ აქა ვართ. არ ჩამოხვალ, რავი, ჩვენ მაინც აქა ვართ. თუ ისევ გაინტერესებთ ვინ იქნება შემდეგი, როგორც გითხარით, პასუხი არ ვიცი, რაც არ ვიცი, არ ვიცი. ახალი რეგულაციები გვაქვს ქვეყანაში, ოღონდ ამჯერად სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. მთავრობის თანხმობა დაგჭირდებათ ვენახის გასაშენებლად. თუ არ ვწდები კომერციული მიზნით თუ გააშენებთ, თორე საკუთარი ჭიის გასახარებლად არაა საჭირო მთავრობა ამ ეტაპზე. ანუ შეგიძლიათ გააშენოთ, მაგრამ რავი, ასე არა ჯო, აბა შახაბასის დედა არ ვატირე. მაგა უნდა გადამიწყვიტოს ვენახე მექნება თუ არა, მთავრობამ გადამიწყვიტოს. მოკლედ, ახალი კანონით სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა იქნება საჭირო. ეხლა მე რა მაინტერესებს? რა შემთხვევაში შეიძლება გითხრან უარი? აი თქვათ, ვენახი მინდა გავაშენო. მივმართე ღვინის ეროვნულ სააგენტოს. რა შემთხვევაში შეიძლება უარი მითხრა, რომ რავი, თუ გასართობად მინდა, თუ აი რა. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი ვერსიები. რაც შეეხება ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით ამ სიპით. სააგენტოს ყავს თავმჯდომარე რამდენიმე ბინით და ფართით. ასევე წილები კომპანიებში და ხელფასი წლიური 74,000 ლარამდე. თავმჯდომარეს ყავს 1 მოადგილე, უпроსტად 3 მოადგილე. იცით რამდენი დეპარტამენტი აქვს ამ სააგენტოს? აბა რამდენი დეპარტამენტი ექნება? 18. 18 დეპარტამენტი აქვს. ჩემი საყვარელი დეპარტამენტია სააგენტოსთან შექმნილი მუდმივ მოქმედი სადეგუსტაციო კომისია. ერთი თხოვნა მექნება, რომ აი პენსიაზე რომ გავალ ამ კომისიაში დამნიშნებ მე. სასწაული ხალხია. სხვათა შორის YouTube ჩენელიც აქვს ამ სააგენტოს. 12 წელია YouTube-ზე ვიდეოებს დებენ. 1400 ვიდეო ვიდევთ. მოდი ვიაქტიუროთ მეგობრებო, სულ 3 გამომწერი აკლია 1000 გამომწერამდე. ავიყვანოთ ეს კაი ხალხი 1000-ამდე. არხს ედევს 12 ისეთი ვიდეო, რომელსაც აქვს ერთი ნახვა. ანუ ვინც დადო ვიდეო და ჩართო, რომ ხო ნამდვილად დავდეო, აი ეგ არის ისეთი ნახვა. ასევე არხზეა ასობით 2, 3 და 4 ნახვიანი ვიდეო. ესე ბევრია. ბიჭო, თავმჯდომარე და მოადგილეები ეგ არის 4. 18 დეპარტამენტი. 18 ადამიანი როგორ არაა დასაქმებული? დააკლიკეთ ხოლმე მაგის დედავატირე. უყურეთ ხო არ გეუბნებით? ჩართეთ. 20-30 წამი მორჩა ეგა, უკვე ნახვად ითვლება, გამორთე. მოკლედ, ამ ორგანიზაციის გარეშე ვენახს ვერ გააშენებთ. აი ეგ არის ამბავი. რეპრესიული ამბები ამით არ დასრულებულა. ქართულმა ოცნებამ მორიგი შეზღუდვები წარადგინა, რომლის მიხედვითაც შემოაქვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. არ მაღიარებ 3 წელი ციხეში. აი ეგრე. ძალიან ეწვით კოცებს ეს არალეგიტიმურობის საკითხი. ხარა კანონი შემოაგდეს, ხარა აკრძალეს, ხარა არაფერი რო არ გამოვიდა, რა ეკნათ? პირდაპირ ციხე. თუ ამანაც არ იმუშავა, ერთ-ერთი რაღაც რჩება, დაგინება. დაიგინები, ვინც არ გვაღიაროს იმის. ხო არ შევიწევ მთელი ქვეყანა. რა? რავი, მე მგონი ეგაა გამოსავალი კოცები.
რუსული კანონი რომ მიიღეს, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ამაზე მეტი რაღა უნდა ქნანო. ამაზე უარესი რაღა უნდა იყოსო და ქოცებმა მოახერხეს და ათობით იმაზე უარესი რაღაც ქნეს. სიახლეები გვაქვს, სუპი მაქვს, სუპს ავჭამ მიმართულებითაც. ოცნების ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღარ სჭირდებათ ხმები. არჩევნებისთვის საჭირო იყო მათი ხმები, დიქტატურაში რაღაც უნდათ ამდენი სოციალურად დაუცველი. არ მოგწონთ წადით არჩევნებზე, სხვა შემოხაზეთ. არჩევნები გაუქმებულია, ამაშია საქმე. სიების გადამოწმებისთვის მაგარი მიზეზი აქვს სარჯველაძეს. ის ირწმუნება, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. იხდით ხო, ანუ ეკონომიკა დუღს და ესამდენი სოციალურად დაუცველი საიდან? რანაირად ხრებს იჩეჩავდა სარჯველაძე. აღმოსავლეთის ლუქსემბურგი გავხდით და ვიღაცები სოციალურ დახმარებას იღებენ. თუ ეს ღარიბები. მიმდინარე კვირაში ამ მთელი რიგი რეპრესიების ფონზე ეს ყველაფერი ვიღაცას ხო უნდა გადაეფარა უკიდეგანო ვის თქმით. და ეს მისია თავის თავზე აიღო ყაველაშვილმა. ჭარბწონიანობა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ მოიტანა ეს შედეგი. ყველად არ ათქვევინებდნენ ამას. ჩემი აზრით რომელიმე არაქოცურ ბიზნესს უნდა დაარტყან. რავი, გაზიანი სასმელების რეკლამის აკრძალვაზე ვდებ ფსონს. ეგ ასუქებს იცი. კაი, კოკა-კოლა მოვსვით, გადავიდეთ ჩაანალიზებაზე. დღევანდელი ეპიზოდის ჩასაანალიზებელი თემა ოკულტიზმი. ოკულტიზმი საერთო სახელწოდება ყველანაირი მისტიკური სისულელის, რისიც სჯერათ ნაკლებად ჭკვიან ადამიანებს. მაგია, მკითხაობა, ექსტრასენსები, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, შელოცვები, ქირომანტია და ასე შემდეგ. ეს საკითხი დიდად არ შეგვაწუხებდა, ვისაც რა უნდა ისჯეროდეს, მაგრამ როდესაც ქვეყნის მმართველი დიქტატორი იმდენად გატაცებულია ამ სიგიჟეებით, რომ მისი ახირებით ახალგაზრდებს უნივერსიტეტში უნდა ვასწავლოთ ოკულტისტური სისულელეები, ეს უკვე აღარაა ვისაც რა უნდა ისჯეროდეს. ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. განათლების სისტემის ნგრევა და ახალგაზრდების გამოთაყვანების მიზანმიმართული პოლიტიკაა. 2025 წლის 21 სექტემბერს TV-იმედმა ეთერში გაუშვა სიუჟეტი. პროფესორ ალიკო ცინცაძის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა. დადგენილია უძველესი კრიპტოგრაფიული მეთოდი, რომლითაც ძველი ქართული დამწერლობა შეიქმნა. მეთოდმა შესაძლებელი გახადა ლეონტი მროველის ქართლის ცხოვრების, რუსთაველის ვეფხის ტყაოსნის ახლებურად წაკითხვა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და ქართულ ბანკის ქველმოქმედებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა იბერიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი და იბერიული მემკვიდრეობის ფაკულტეტი. ნახოთ სიუჟეტიდან ერთ-ერთი მონაკვეთი. სასულიერო მწერალმა, თარგმნელმა და ჰიმნოგრაფმა იოანე ზოსიმემ ქებაი და დიდებაი ქართული საენისაი შეადგინა და სიტყვების უკან მდგარი რიცხვითი მნიშვნელობებით ინფორმაცია მომავალში გამოგვიგზავნა. გამოაგზავნა შიფრის კოდი, გასაღები, რომლითაც სხვა ძველი ნაწარმოებები, ქართლის ცხოვრება, ვეფხისტყაოსანი და კიდევ უამრავი წაგვეკითხა და გაგვეგო მათში დაშიფრული ინფორმაცია. მოკლედ, უნდა ვიწამოთ, რომ იოანე ზოსიმემ გამოგვიგზავნა შიფრის კოდი. ამის შემდეგ სიტყვებს უნდა მივცეთ რიცხვითი მნიშვნელობები და ეგრე წავიკითხოთ ყველაფერი. შემდეგ ეს ყველაფერი უნდა ვასწავლოთ უნივერსიტეტებში. ალიკო ცინცაძემ გაშიფრა ეს ყველაფერი. გავეცანით ალიკო ცინცაძის ნაშრომებს და ვნახეთ რა აღმოაჩინა მან. თავის ერთ-ერთ წერილში ადამიან ღმერთების გზა ატლანტიდიდან ბატონი ალიკო ავითარებს მოსაზრებას, რომ არიული თეორია
დიდი იბერიიდან იღებს სათავეს. არიული თეორია, ანუ თეორია, რომელსაც დაეყრდნო ჰიტლერი თავისი ყველა ბოროტების გასაკეთებლად, თურმე დიდი იბერიიდან მოდის. ანუ ჩვენი ყოფილი. ბატონი ალიკო იქვე აღნიშნავს, რომ ჰიტლერმა არასწორად გაიგო იბერიული თვალთახედვა. გაიგე, რამაც გამოიწვია მერე ყველა უბედურება. ანუ დამშვიდი, ჩვენი ბრალი არაფერი არაა ხალხო. ჰიტლერმა ვერ გაგვიგო სწორად. არიული თეორია დიდი იბერიიდან მოდის. ამას რამდენიმე არგუმენტით ასაბუთებს აღმოჩენის ავტორი. ციტირებ. როგორც ჩანს, ანაირი დამტკიცება, მაგრამ როგორც ჩანს, არიული თეორია მზის კალენდარიცა და ანბანიც შორეული და დიდი იბერიიდან, მათი სამეფო ატლანტიდიდან იღებდა სათავეს. ანუ ხო, ატლანტიდაც ჩვენ ვართ. ანუ ვაგზელებ ციტატას. უშორეს წარსულში დაახლოებით მე-6000 წლეულში იბერიას მზის კალენდარი აქვს. მასში 36 10დღიანი კვირაა და 36-ის ფარული რიცხვი 666-ია. ანუ 36-ის ფარული რიცხვი ასე 1 + 2 + 3 + 4 და ასე შემდეგ +25 + 36 უდრის 666. ესე იგი, მზე ღმერთის შვილის რიცხვი 666 უნდა ყოფილიყო. ანუ მიყვებით ლოგიკას. ანუ რადგან იბერიელებს 36 10დღიანი კალენდარი ჰქონდათ და რადგან 1 + 2 + 3 + 4 5 6 7 8 9 შემდეგ 36 უდრის 666 და მზის ღმერთის შვილის რიცხვი არის 666. რაში გვჭირდება ახლა ეს 666? რაში გვჭირდება და 666 ასევე არის ბერძნული ტიტანების რიცხვიც. ბატონი ალიკო წერს. ტიტანის ბერძნულში ტეიტან ესე წერს. რიცხვი 666-ია. ტ-ს შეესაბამება რიცხვი 300, ე 5, I 10, T 300, A 1, N 50, 300 + 5 + 10 + 300 + 1 + 50 უდრის 660. ეხა არ დამიწყოთ, რატო შეესაბამება? რატოა 1 T300 რა? შეესაბამება მორჩა. ჰემატრიამ ასე გადაწყვიტა. ჰემატრია ასე ეძახიან თვითონ ამ თავის ამ პონტს. და ახლა არ დამიწყოთ, რომ არც თანამედროვე და არც ძველ ბერძნულში არ არსებობს ეგეთი სიტყვა ტეიტან. არ არსებობს ტეიტან, ნო, არ არის. არსებობს ტიტან. მაგრამ ეგრე 666 არ გამოდის, გაიგე? ამიტომ კონსპიროლოგებმა შეცვალეს ტეიტან, რათა 666 გამოსვიყო. ტიტან გამოდის 661. 5 აკლდება. და ტეიტან ჩაამატა საუკუნეების წინთან, ახლა კი არა, საუკუნეების წინ ერთ-ერთმა კონსპიროლოგმა. რადგან 5 შეესაბამება, მაგიტო ჩაამატა რო, თორე რო შეესაბამება 5-ს, იქნებოდა ტიშტან. ვინაიდან ბერძნული სპეციალისტი არ ვარ, იყოს ტეიტან. ამ ხელა შეთქმულების თეორიას ახლა 100-ს გამოხვარ გავაფუჭებ. იყოს ტეიტან მაგის დედაცვატირე გავაგრძელოთ. უძველესი ბერძნული ტექსტი, რომელშიც პირველად ტიტანები გვხვდება, არის თეოგონია და ტიტანები წერია მანდ. არა ტეიტანები, ტიტანები. მაგრამ ნუ იყოს ტეიტანები მაგის დედაცვატირე იყოს. ესე იგი, ტეიტანი არის 666 და ძველი იბერიელების კალენდრის ფარული რიცხვი არის 666. ეს ხო გვახსოვს? აი ეხლა გავაგრძელოთ. ოღონ კიდე ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. იბერიაში მზე ღმერთის რიცხვი არის 999. ეს არ ვიცი რატო ვერ მივხვდი. ამიტომ იყოს, რავი, რაში გვჭირდება ახლა რომ 999 რო იყოს მზის ღმერთი. ეხლა გეტყვით. ციტირებ ბატონ ალეკოს. ქართულში ამირანზე თქმულების სვანურ ყველაზე გავრცელებულ ვერსიაში დალი ამბობს
მუცელი გამიჭერით და 3 თვის ყრმა 3 თვე დეკეულის ფაშუში ამყოფეთ 3 თვე ხარის ფაშუში ესე იგი ამირანი მზეღმერთის შვილია და იგი 2/3 ღმერთია რადგან 9-დან 6 თვე იგი ფაშუშია იბერიაში მზეღმერთის რიცხვი რადგან 999 აი 999 ნახე რაკი 999-ია, მაშინ ამირანის რიცხვიც არის 999 გამრავლებული 2/3-ზე. 666. ესე იგი ამირანი ჭხილებში პრომეთე, ტიტანია. აქ ერთი პრობლემაა, მართლა რეალური რა. ნახე, იმიტომ რომ ამირანი 9-დან 6 თვე თუ ფაშუში იყო და 3 თვე იყო დალიხო ქალღმერთია. ქალღმერთში იყო. ანუ 2/3 ღმერთი როგორ 1/3 ღმერთია 2/3 ფაშვი, ხო? ხო ასე ფიქრობ. მე უმეცარმაც ზუსტად ეს შეცდომა დაუშვი. ბატონი ალეკო გვიხსნის. ფაშუში გამოშუშება ღმერთთა დამაღლების ნიშანია. ინდური მითოლოგიითაც მეორედ ესე იგი ღმერთთა ჩობისას ოქროს ძროხის ფაშვის განულა ხდება და აი ეს არიელთა ნიშანია. გაიგე? ფაშვი ყოფილა ღმერთობის 2/3. მაგრამ აქ კიდე ერთი პრობლემაა რომ თუ ფაშვში გატარებული დროა ღმერთობის ელემენტი დალიც ქალღმერთია და რავი 2/3 100% ღმერთი გამოდის ესა. დალიში 3 თვე ღმერთობა პლუს ფაშვიც თუ ღმერთთა დამაღლება 100% ღმერთი ყოფილა და 999 უნდა გავამრავლოთ 3/3-ზე. ანუ 1-ზე, ანუ 999, მაგრამ ეს არ გვაწყობს. მოკლედ 2/3-ზე უნდა გამრავლდეს კიდია, გაიგე? 999-ზე ვამრავლეთ 2/3-ზე, უდრის 666 და ამირანი არის 666 ტიტანი. ეს 2/3 რატო გჭირდება ასე ძალიან? გილგამეშის ეპოსის თანახმად. გილგამეში 2/3 ღმერთი იყო და 1/3 ადამიანი. ამიტომ გჭირდება რომ ამირანის 2/3 ღმერთი გამოვიდეს. ამიტომ ფაშუში გატარებული 6 თვე იყო ღმერთული და დალი არ გვაინტერესებს. ანუ წავიდეს გვიჩვილოს დალი კიდია რა. დალის არ ვაღიარებთ ქალღმერთად. აქვე ქალბატონებთან მინდა ბოდიში მოვიხადო. თეორიას ასე დასჭირდა, თორე ფაშში გატარებული 6 თვე უფრო მნიშვნელოვნად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე ქალღმერთის მუცელში გატარებული 3 თვე. თორე დაგვენგრა მთელი ფაკულტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი. განათლების რეფორმა გვივარდება. რატომ გჭირდება გილგამეშივით 2/3 ღმერთობა? ციტირებ ბატონ ალიკოს. რიცხვების ტოლობა სემანტიკური ექვივალენტურობის ნიშანია. ეს ჰემატრიის ძირითადი წესია. ამირანი 666, პრომეთე 666 და გილგამეში 666 ატლანტიდის ღმერთებია. ტიტანებია 666. ესე იგი შუმერი გილგამეშის ქვეყანა და იბერია ამირანის ქვეყანა არის ატლანტიდა. რატომ დაგჭირდა გილგამეშის 2/3 ფორმულის ამირანზე გავრცელება? ბატონი ალიკო ასკვნის, თუ ამირანი 3 თვე დეკეულის ფაშვში შუშდება და 3 თვე ხარის ფაშვში გამოდის 6 თვე ღმერთთა დამაღლებულა. დედის საშოში გატარებულ 3 თვეს კი მისი კაცებრივი ბუნება მოუცია. ანუ ამ თქმულებას დაუდგენია ადამიან ღმერთის გენეტიკური ფორმულა. 2/3 ღმერთი იყო იგი, 1/3 კაცი. ეს ხომ გილგამეშიანი რეფრენია. ესე იგი ამირანზე თქმულებიდან გადაუტანიათ გილგამეში. და კონტექსტიდან ამოვარდნელად ამიტომაც ჩანს, დიახ, ამირანიანი წინ უსწრებდა გილგამეშიანის შექმნას. მოკლედ, ამდენი იმისთვის ვიწვალეთ, რომ დაგვესკვნა, რომ გილგამეშის ავტორმა ამირანიდან მოიპარა იდეა. ძალიან ცოტა რამ დაგჭირდა ამისთვის. 100 ჩავამატეთ ბერძნულ სიტყვაში. დალი დავიკიდეთ, ფაშვი განვადიდეთ. 999 გავამრავლეთ 2/3-ზე და გილგამეშის ავტორი გამოვიჭირეთ პლაგიატში. მართლა კი არა, მთავარი მიზანი ეს არ ყოფილა. მთავარი მიზანი სულ სხვა. ბოლოს ბატონი ალიკო ასკვნის,
რომ ტერმინი ფაშიზმი მოდის სიტყვიდან ფაშვი. სამედნიერო წერილში იქვე აღნიშნულია, რომ ფაშისტებმა იბერიული სიბრძნე დაამახინჯეს და არასწორად ჩამოაყალიბეს არიული თეორია. ჩვენ რო არ შეგვეტენა მთელი მე-20 საუკუნის უბედურებები, ეგეც საქმეა. კიდევ უამრავი დიდი აღმოჩენა ეკუთვნის ბატონ ალიკოს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ინტერნეტიდან მასიურად წაიშალა მისი ნაშრომები, ინტერვიუები. სანამ წაიშლებოდა, მანამდე რაღაცების ნახვა მოვასწარით. ერთგან ამბობს, რომ ბიბლია ჩაუვარდათ ხელში სემიტებს და დაამახინჯეს. აი ამის გაბაზრება არ აწყობთ ქოცებს. ბიძინას და ქართულ ფონდის საყვარელი მეცნიერი რო ანტისემიტია. არც ამის გაბაზრება აწყობდა, თან ჩვენი საპატრიარქოს გაგიჟდება. საშინლად არაქრისტიანულია მთელი ეს აღმოჩენები. პირდაპირ ანათემას ექვემდებარება. როგორ გინდა ანათემას გადასცე მეცნიერი, რომელსაც ბიძინამ უნივერსიტეტში შეუქმნა კვლევითი ცენტრები და სტუდენტებს უნდა ასწავლოს. ახლა მთავარი შეკითხვა. ბიძინას ამ ყველაფრის მართლა ჯერა და უნდა ჩვენს გვასწავლოს ჭეშმარიტება თუ რუსეთის დავალებას ასრულებს. კრემლი და FSB აქტიურად იყენებს ოკულტიზმს ხალხის გამოსათაყვანებლად. რუსეთში ნახავთ სპეციალურ ტელევიზიებს, მთელი არხებია, რომლებიც მხოლოდ ნათელმხილველებს, ჩხიბავებს, ასტროლოგებს და მსგავს მუცლით მეზღაპრეებს აშუქებს. ერთი და ორი გადაცემა კი არა. 24 საათი მაუწყებლობენ ტელევიზიები და მთელი კონტენტი არის ოკულტისტური. დამთავრდება ერთი გადაცემა, რომელშიც უსინათლო ნათელმხილველი დაეხმარება ოჯახს ყველა პრობლემის მოგვარებაში. დაიწყება მეორე. მერე ექსტრასენსების ბრძოლა დაიწყება. მერე ასტროლოგი გამოვა გეტყვის, რომ ქალწულებმა ხვალ დადოთ ხელშეკრულება თუ არ დადოთ. 24 საათი, ხალ 24 საათიანი გამოთაყვანება მიდის. რაში სჭირდებათ ახლა ამის კეთება? ძალიან მარტივი მიზანი აქვს ამას. ხალხს უნდა შეერყას რწმენა ყველაფრის მიმართ. არაფერი არ უნდა იყოს ცხადი. ორჯერ ორიც უნდა იყოს საკამათო. ასეთ სამყაროში კი, სადაც არაფერია ცხადი, არც ისაა ცხადი რა ბოროტი და რა კეთილი. პუტინია ცუდი თუ ზელენსკი. დასავლეთია ბოროტება თუ რუსეთი. დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელი. ეგეც საკამათო უნდა იყოს. მიზანი საზოგადოების აბსოლუტური დეზორიენტაციაა და დეზორიენტირებულ სამყაროში მე რასაც გინდა, იმას გააკეთებს მთავრობა. ამიტომ რუსეთი ხელს უწყობს ყველანაირ მუცლით მეზღაპრეობას. ჩვენ შემთხვევაში მართლა არ ვიცი ეს ყველაფერი რუსეთის დაკვეთაა თუ ბიძინას მართლა ჯერა ამ სიგიჟეების. არ ვიცი. შეიძლება ორივეა. რავი, ხეებს რო ეხუტება, ეგ ხო ვიცით. ახლა მთავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ სანამ ქოცებს მოვიშორებთ, მანამდე აბიტურიენტების მშობლებმა ეცადეთ, რომ ბავშვები მოარიდოთ აი ამ ბიძინას მეცნიერებებს. რავი, თუ მაინც და მაინც ქუთაისის ბიძინას უნივერსიტეტი გინდათ, სხვა ფაკულტეტზე ჩააბარეთ რა, ასტროლინგვისტიკას, ასტროარქეოლოგიაზე ნუ ჩააბარეთ. ეს მოკლევადიან პერსპექტივაში და ისე ქოცებს თუ არ გაუშვებ, დაღუპულები ვართ. ოკულტისტი დიქტატორი გმართავს ბიჭო, დიქტატორშიც რომ ბედი არ გეკნება. ჩვეულებრივი დიქტატორი არ შეიძლებოდა დიქტატორების დარიგებაზე დავაგვიანეთ. რამე ვქნათ ხალხო, თორე მართლა ძალიან ცუდად დასაქმე. სულ ესაა, რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათ ფორმულაზე.